სამყარო გონისმიერია, ესე ქვია, ამ კანონს მე ლოგოსის კანონი დავარქვი, ბერძნული სახელწოდებით ვიტყვი ამ შემთხვევაში. სამყარო შეიქმნა დიდი გონით. ანუ ყველაფერი რაც არის ესე ლამაზად სტრუქტურირებული, პატარა სტრუქტურა, დიდი მოკეთილი სისტემა და ყველაფერი რო ესე თავთავის ადგილას არის და მე მგონი უბრალოდ პატარა პეპელას რო შეხედო, იქ დაინახავ რამხელა წესრიგია მის ფრთებზე, ხო? ეს არის ძალიან დიდი გონის მიერ შექმნილი და ეს მარტო შექმნაში არ გამოიხატება, მერე მთელი სამყაროს მუდმივი ბრუნვა და მე ადამიანის თანამონაწილეობა, თანაშეთავსებადობა ამ ყველაფერთან მოწმობს, რომ რამხელა გონი არის ცოცხალი მექანიზმი მუდმივად, რომელიც ამ ყველაფერს არეგულირებს. რომ გონისმიერია, ამ პოსტულატით არ მთავრდება ეს კანონი. არ არის მარტო გონება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჰერმეტულ ლიტერატურაში არ წერია, მაგრამ ეს წერია უძველეს ეგვიპტურ ცოდნაში, რომელიც ასევე იღებს სათავეს, რომელიც არის წყარო, რა თქმა უნდა, იმ ჰერმეტული ფილოსოფიის. აღმოჩნდა ძველ ეგვიპტური ქურუმული სიბრძნე პლუს ხეთურ-ხურიტული და შუამდინარული გვეუბნება, რომ სამყაროში მოქმედებს არა მხოლოდ უმაღლესი გონი, არამედ გულიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აბსოლუტურად ცვლის ყველაფერს. და აი ხეთურით გეტყვით მაგალითზე მე ეგვიპტურს გეტყვის პარალელური ცივილიზაციები იყო, ერთდროულად ვითარდებოდნენ და ეს ცოდნა იყო მოარული. ჩვენ ვიცით ვედური სამყაროდან რომ გულის ჩაკრას თუ არ გახსნი, ისე ზემოთ უკვე არ იხსნება, ხო? ვერ ადიხარ უფრო მაღალ ჩაკრებზე, ენერგეტიკულ ცენტრებში და ეს ძალიან კარგად იყო ცნობილი არავედურ სამყაროებში და პირდაპირ გული ჩართულია პირდაპირ სამყაროს შესაქმეში და კოსმოგონიებშია ჩართული. ჯერ ხეთურს გეტყვით და მერე ეგვიპტურს კონკრეტულად. ხეთური კოსმოგონიის მიხედვით კოსმოგონია არის სამყაროში წესრიგის დამყარება და ეს კოსმოგონია გადმოცემულია ზოგჯერ გველეშაპის და ტაროსის ღმერთის ბრძოლით, უზენაეს ღმერთის ბრძოლით, ან გადმოცემულია პირდაპირ სამყაროს რაღაცა ანთროპომორფული შექმნით. მოკლედ, როდესაც სამყაროს ქაოსი და ხმელეთის განსახიერება ერთმანეთს უპირისპირდება იმისათვის, რომ სამყარო შეიქმნას, ხეთური კოსმოგონიის მიხედვით ქაოსის ძალები მას წაართმევენ გულს და თვალს. ეს თვალი არის იგივე ცნობიერების თვალი და იგივე ის გონება, გონების თვალი. ანუ იგივე ეს ლოგოსი. და იმისათვის რომ სამყაროში დაბრუნდეს ეს წესრიგი, აღდგეს ეს ყველაფერი, ტაროსის ღმერთს გველეშაპ იულიანკასთან უწევს განმეორებითი ბრძოლა, როგორც ჩვენ გვაქვს სეთის და ჰორის ბრძოლა გვაქვს განმეორებითი, მაგრამ ამ შემთხვევაში გული და ეს თვალიც უნდა დაიბრუნოს. ანუ მარტო გონებას დაბრუნება არ შველის სამყაროს წესრიგის აღდგენას და მოკლედ იქ მთელი სიუჟეტი არის, ამას არ მოვყვები. საბოლოო ჯამში იბრუნებს გულს და იბრუნებს გონებას თვალს და სამყაროში დგება წესრიგი და იმარჯვებს ტაროსის ღმერთი. მაგრამ აი ეხლა ეგვიპტური პირდაპირ ეს არის თეოლოგიური ტექსტი. საერთოდ გეტყვით ერთ რაღაცას რა, თუ კი რომელიმე ძველი რელიგია ყველაზე ძალიან გავს ქრისტიანობას. თავისი თეოლოგიით, კონცეფციებით, ეს არის სწორედ ეგვიპტური. იკონოგრაფიულადაც აი ეს ჯვარცმული ღმერთი, ღვთისმშობელი ყრმით ხელში, ეს კულტუროლოგიურად შესწავლილია და ეს სწორედ ეს სურათხატები არის წამოღებული სულაც ეგვიპტიდან. ეგვიპტეში არის ძალიან ბევრი კოსმოგონიური სისტემა. იმიტომ ამ სისტემებიდან ორი ეფუძნება ენიადას, ანუ ცხრა ღმერთის გაერთიანებას. სწორედ ეს სისტემა არის ის სისტემა, რომელიც ძალიან ახლოს დგას ქრისტიანულ დოქტრინასთან, სამყაროს შექმნა სიტყვით და გონებით. მაგრამ აი სწორედ ამ ტექსტში მემფისის კოსმოგონიაში
არის შემონახული ის მთავარი უდიდესი ცოდნა, რომელზეც უკვე გითხარით, რომ სამყარო არის გონისმიერი, მაგრამ ეს გონი და ეს სიტყვა, გონება იმეორებს მხოლოდ და მხოლოდ გულში წარმოშობილ ემოციას და გულში დაბადებულ აზრს. ეს ტექსტი უნდა წაგიკითხოთ, იმიტომ რომ ყოველ სტრიქონში ჩანს აი ეს გულის და გონების და აზრის და სიტყვის რაც თავარია. ხო, იმიტომ რომ სიტყვა მარტო ინსტრუმენტია, ის რომ ჩვენ ვიცით რომ სამყარო შეიქმნა სიტყვით, სიტყვა არის ყველაზე ბოლო სტადია, ანუ ინსტრუმენტია მხოლოდ. აი იქ სიტყვამდე რა მოიტანა, რა მოვიდა სიტყვამდე. ხო, აი ის არის მნიშვნელოვანი. ეს რა არის? ეს არის იდეა, ანუ გონება და დიდი გონი, პირველი კანონი და ეს არის გული. აი ეს გულის და გონების მუშაობა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის უკვე ადამიანებისთვის. ამასაც გეტყვით, ოღონდ ჯერ მოდი ყურადღებით ტექსტს გავეცნოთ. ნახეთ, ღმერთები, რომლებიც პტახმა წარმოშვა. პტახი არის მათი ერთ-ერთი აი ამ სისტემის უზენაესი ღმერთი ატომ და რა ეს ჩაინაცვლა რაღაც პერიოდით. დიდი პტახი ენეადის გული და ენა. ეს არის 9 ღმერთის გული და ენა. პირდაპირ პირველივე რაც არის ნათქვამი, აი ეს უზენაესი ღმერთი, რომელსაც ჩვენ უწოდეთ პირველი კანონი გონება, აღმოჩნდა რომ ეს არის გული. წარმოიშვა გულით და ენით ატომის სახე. დიდი ღმერთი წარმოიშვა პირდაპირ აი ენა არის უკვე ის ენას გამოყენებულია როგორც სიტყვა. აი ეს ბიბლიური სიტყვა რაც ვიცით, ხო? შემოქმედებითი სიტყვა. დიდი პტახი ენეადის გული და ენა. წარმოიშვა გულით და ენით ატომის სახე. დიდია პტახი, რომელიც ქმნის ღმერთებს და მათ კას, კარის სული იგივე ერთ-ერთი ნაწილი, ამ ენით, ამ გულით. დააკვირდით, ქმნადობა ხდება აუცილებლად ამ ენით, ამ გულით, ანუ სიტყვით და გულით. წარმოიშვა ჰორიმისგან პტახისაგან, წარმოიშვა თოტიმისგან პტახისაგან, გული და ენა ბატონობენ ყველაფერზე. რადგან იგი პტახი არის ყოველ სხეულში, ყოველ ღვთაებაში, ყოველ ადამიანში, ყოველ მწერში, რომლებიც ცოცხლობენ მისი იდეით და ბრძანებით. აი აქ უკვე შემოვიდა იდეა, ანუ რომელიც უკვე გონებისმიერია და ძლიერი ნება, რომელიც ასევე გონების მთავარი ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რათა გონებრივი ტექნიკებით მუშაობთ. იგი პტახი ყოველი გადაწყვეტილების მიზეზს წარმოადგენს. ენა იმეორებს გულის აზრს. ხო, აი მთავარი კონცეფცია აქ არის უკვე რა, რომ სიტყვა, რომელიც რეალიზდება სამყაროთ, ის არაფერი არ არის თუ არა გულში წარმოშობილი აზრი. და ზოგიერთი ეგვიპტელი სხვათაშორის ვარაუდობს, რომ ეგვიპტეში საერთოდაც გონების ნაცვლად გამოიყენებოდა გული. ანუ ეს ორგანო ჩანაცვლებული იყო გონებას. აი ასეთი მსგავსი ტექსტების მიხედვით ვარაუდობს ზოგიერთი ეგვიპტოლოგი. თუმცა ეხლა რომ თვალი გადავავლოთ, აქ გონება სხვა ტექსტებსაც რომ გადავავლოთ თვალი და შევაჯეროთ, ეგვიპტეში მთლად ესე არ იყო, გულს ჰქონდა გულის ადგილი, გონებას ჰქონდა გონების ადგილი, აქ სწორად იმაზეა საუბარი, რომ ისინი ერთად მოქმედებენ. და მე უკვე ენით არის ეს ყველაფერი გადმოცემული და რეალიზებული. ეს აქ არ მთავრდება კოსმოგონიურ სისტემაში, ეს ამ ყველაფერს ჩვენ ისევ მივყავართ მაატთან, ანუ სამყაროს კანონების შემქმნელ ქალღმერთთან, ბუმბულის ფრთიან ქალღმერთთან და თქვენ ხედავთ საიქიოში იწონება გული. ეგვიპტური ცოდნა ისევ გულს წონის, იმიტომ რომ გული არის ყველაფრის სათავე. აი ეს კონცეფცია, აქ გულის ესეთი დოზით შემოტანა, სრულიად კონცეპტუალურად ცვლის საერთო დამოკიდებულებას აი ამ ყველაფრის მიმართ. აღმოსავლური ცოდნაც რო დავამატოთ ახლა ამას. რა შემოაქვს ვედურ ცოდნას? ვედური ცოდნა და ეს ნაკლებად ცნობილი კოსმოგონია ბრაჰმან და პურანას მიხედვით, ღმერთი ბრაჰმა სამყაროს და ყოველივე მასში არსებულს
ქმნის ფიქრით და მედიტაციით. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც მედიტაციის ტექნიკურ და სულიერ პრაქტიკულ მნიშვნელობას აძლევს თავის ძალიან დიდ წონას, ხო, და მნიშვნელობას. ხშირად ვინც მედიტირებს ან ახალბედა, კითხვას სვამს, ხო, ჩვენთან ხო ეს კულტურა უფრო გვიან შემოვიდა. დავიწყებული იყო თუ არა ჩვენ მქონდა კავკასიური იოგა. რომ აი ეს რა მოაქვს აი ამ მედიტაციურ პრაქტიკას, ხო? ეს არის ზუსტად პირველი სამყაროს პირველი კანონი, რომ სამყარო გონისმიერია, რომ სამყარო გულისმიერია. აი ამას ეს ყველაფერი, რომ სულიერ პლანში და გონების პლანში მე უკვე იყოს რეალიზებული, ამისთვის გვჭირდება რაღაც მექანიზმი, ხო? და ეს მექანიზმი არის სწორედ მედიტაცია. ეხლა ეს პურანებიდან ბრაჰმას ფიქრები ბრაჰმან და პურანებიდან აი ძალიან კონკრეტულად აღწერს, ძალიან დიდი ტექსტია, აღწერს რომ ბრაჰმა მედიტირებდა სხვა ტექსტებში, სხვანაირად არის ბრაჰმას კოსმოგონიები, პაჯაპატის კოსმოგონიები, მაგრამ აქ უშუალოდ მედიტირებაზეა ლაპარაკი. ბრაჰმა მედიტირებს და რასაც ვიზუალიზაციით, რასაც წარმოიდგენს გონებაში, ის წარმოიშვება სამყაროში. ყველაფერი რაც კი სამყაროშია, ეს ბრაჰმას მედიტაციის დროს მის გონებაში არის წარმოშობილი. ხო. და ზოგადად ეს ვედური კოსმოგონია ციკლური რომელიც არის ითვლება რომ ეს არის ბრაჰმას თვალის დახუჭვა, გახელა და როცა ბრაჰმა თვალებს ხუჭავს, ყველაფერი ქრება და მერე როცა ბრაჰმა თვალებს ახელს, ყველაფერი ისევ ხელახლა იბადება. ხო, ну რაღაც ცუდი ფიქრები რომ მოაწვება ბრაჰმას სამყაროში ბნელი ენერგიები რეალიზდება და ღამე წარმოიშვება, ბოროტი არსებები წარმოიშვება, მაგრამ როცა ბრაჰმას ისინი არ მოწონს, მერე პოზიტიური აზროვნება შემოდის და ისეთი ნათელი მედიტაციებში ნათელი ენერგიები, ნათელ ფიქრებს ააქტიურებს ბრაჰმა და ამ დროს უფრო სამყაროს ნათელი რაღაცები წარმოიშვება. ეს ახლა ხვდებით რომ გადმოვიტანოთ ჩვენ თავზე, ხო, ეს ყველაფერი. ხო, პრაქტიკული მოდელი ახლა ადამიანისთვის. ახლა ჩვენ რა შეგვეხმარება ეს კანონი? დასაწყისში ზოგადად ვთქვით რომ ჩვენ ვართ მიკროკოსმოსი და აბსოლუტურად ვიმეორებთ დიდი სამყაროს მოდელს. და თუ ვიმეორებთ დიდი სამყაროს მოდელს, რაც მუშაობს სამყაროში, ეს კიდევ ერთ-ერთი კანონი არის შესაბამისობის კანონი. ჩვენ შეგვიძლია რომ ყველაფერი გავიმეოროთ და ზუსტად ისევე იმუშავებს, როგორც ვთქვათ, დიდ სამყაროში მუშაობს, ხო? ის რომ ღმერთის ხატად ვართ შექმნილები, ეს ბიბლიური კონცეფცია არის, წმინდა მითოლოგიური კონცეფცია, აბსოლუტურად ყველა ცივილიზაციის მითოლოგიებში, სადაც ანთროპოგონია, ანუ ადამიანის შესაქმეა, ყველგან ღვთაება, რომელიც ქმნის ადამიანს, თვითონ იმსგავსებს გარეგნულად, რომ სხვა არ აქვს, ცდილობს, ну რაღაც იქ ხელი მოეცალება და ასე შემდეგ. ანუ კონცეფცია ის არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი როგორც ვიზუალურად გარეგნული ფორმებით, ასევე უნარებით, თავისი შიდა მოწყობით, გარე მოწყობით იმეორებს პირდაპირ იმ გონს და იმ აბსოლუტუმს. ეს არის ძალიან კარგი განცდა, როცა იცი რომ პატარა ღმერთი ხარ და იგივე უნარები შეიძლება გააცოცხლო შენში, რომელიც იცი რომ ეს უნარები აქვს უზენაეს ძალას და პირდაპირ მოცემული გაქვს უამრავ რელიგიურ დოქტრინაში, რა შეუძლია ღმერთს, მის ძალას, ხო? და ეს ყველაფერი შეგიძლია რომ შენც იგივე გააკეთო და განახორციელო მიკროსამყაროში. ანუ შექმნა შენი სამყარო. ელიადე თელ მითოლოგიას უწოდებს ონტოფანიას და ის ამბობს, რომ აი ეს შესაქმეო სამყაროს შექმნა, რაც არის და ეს პირველი კანონი, რომ სამყარო არის გონი, პირდაპირ ამოდელირებს ჩვენს რეალობას. ყველაფერი, რასაც ვქმნით, სამზარეულოში რომ პატარა რაღაცა კერძს ამზადებ, ის ხო კრეაციაში ხარ იმ დროს, ხო? რაღაცას ნებისმიერი რამ, რასაც ქმნადობაში ხარ.
ამ დროს ხარ რეალურად დიდ ქმნადობაში, იმ დიდ სქემას იმეორებ. ის ღმერთის მიერ სამყაროს დიდი შესაქმე რეალიზდება ჩვენთან აი ამ პატარ-პატარა შესაქმეებში. ის რომ არ იყოს ის ცოდნა, ის სქემა რო არ იყოს ჩვენში ჩადებული, ვერაფერსაც ვერ შევქმნით, ვერაფერსაც ვერ გავაკეთებთ. აქ არ არის საუბარი რომ თქვა დიდი მხატვარი ვარ, დიდი მუსიკოსი ვარ, დიდი მწერალი ვარ და მართლა შევქმენი რაღაც დიდი გრანდიოზული გენიალური რაღაცები. სულ ელემენტარულ ცხოვრებისეულ შულს რო ვზრდით, აი სქემაც არის ზუსტად სამყაროს მოწყობის სქემა, ხო ის წესრიგი. რა თქმა უნდა, ყველა კულტურაში თავისი სოციალური და ისტორიული კონტექსტი არის და ეს რა თქმა უნდა მრავალფეროვნებაა, მაგრამ ერთი საერთო სქემის ნაწილია. ხო, და შემოქმედი ღმერთის არქეტიპულ ჟესტს იმეორებსო ყველა ნებისმიერი შესაქმე. ხო, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი აქ ის არის, რომ რიტუალის ფუნქციაც შემოდის, ჩვენ ხშირად ხო რიტუალებს მივმართავთ და რიტუალი აცოცხლებს, ანუ რიტუალს მოყავს ქმედებაში ის რაც რისი განსხეულებაც და განხორციელებაც გვინდა. რიტუალი არის პერმანენტული ქმედება და ის რომ ჩვენ ვიმეორებთ კრეაციულ აქტს სხვადასხვა ქმედებით, ამით ჩვენ ვაახლებთ სამყაროს. ეხლა თუ არაფერს არ გავაკეთებთ, ადამიანების თქვა რაღაცა დიდი რაოდენობა, ეს უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს კოდია ჩადებული და უბრალოდ ადამიანი ვერ გაჩერდება. ყველა ადამიანი მიდრეკილია ქმნადობისკენ, რაღაცას ყოველთვის ქმნის ადამიანი. ყველაზე ზარმაცი ადამიანიც კი ნაცარქექია რო ავიღოთ, ხო? ამ ტიპის ადამიანი ის ხო ქმნის, მედიტირებს, ხო? ზის და როგორც ბრაჰმა მედიტირებს, ისე მედიტირებს ნაცარქექია. რაც ნაცარქექიამ გააკეთა მერე, რაც ვიცით სიუჟეტურად, ხო? ის სულ მის ფიქრებში მოხდა სინამდვილეში. მას არ ცდები და უმარცხები, მაგრამ ეს არის სიმულაციური სივრცე, პოსტმოდერნისტული ტექსტია ძალიან და ეს ყველაფერი მართლა მოხდა, მაშინ კვანტურ ველში მართლა მოხდა, მაგრამ რეალურად ნაცარქექია არც გაქანებულა იქ იჯდა და ბრაჰმასავით მედიტირებდა და ფიქრობდა და ოცნებობდა. მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს მართლა შედგა როგორც რეალობა. ჩვენი თითოეული კრეაციული ქმედება, გარდა იმისა, რომ ჩვენს რეალობას ცვლის, ჩვენ ჩაგვრთავს დიდ სამყაროსეულ პროცესში და ეს არის გიგანტური ენერგიების მიმოცვლა. როცა ჩვენ ვართ კრეაციაში, ანუ შემოქმედებითობაში, ნებისმიერი ფორმის და ნებისმიერი მისი მასშტაბის ჩვენ ჩართული ვართ დიდ კოსმოგონიაში ამ დროს, პირდაპირ კომუნიკაციაში ვართ, კავშირში ვართ სამყაროს შემოქმედთან. ანუ შევდივართ იმ გიგანტურ ენერგიებში, რომელმაც შესაძლებელი გახადა სამყაროს შესაქმე. ხვდებით რამხელა ენერგიებთან გვაქვს საქმე? რამხელა მნიშვნელობა აქვს აი ამ მუდმივად ქმნადობას. ზუსტად ანალოგიურად, როგორც სამყარო იქმნება დიდი გონის მიერ და ეს არის კანონი, აი ასე ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი რეალობა. მართლა შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი რეალობა. ვიზუალიზაციის ტექნიკებით, მედიტაციით, საწყისებში მედიტაციით, მაგრამ აუცილებლად ამასთან უნდა ახდეს მეორე ელემენტი, რომელზეც უკვე ვისაუბრე. გულის გარეშე თუ მხოლოდ ტექნიკურად ვასრულებთ, რაღაცას წარმოვიდგენთ, რაღაცა მინდა, ან რაღაცას ვიზუალს, ეს არ იმუშავებს. აფირმაციები წარმოთქვით, რამდენიც გინდა, არ იმუშავებს. ეს ამ ყველაფერს უნდა ახდეს ძლიერი თანაგანცდა, ეს გულიდან უნდა იყოს წამოღებული. ეხლა მე თუ რაღაცა მინდა, იმიტომ რომ ჩემ მეზობელს აქვს და იმაზე უკეთესი მინდა, რა თქმა უნდა სამყარო ეს ჩემზე კარგად იცის და ჩემამდე იცის. ხო? ეს არ იმუშავებს, მაგრამ როცა მე მინდა ავთენტური ვარ, ნამდვილი ვარ ჩემს სურვილში, ეს ხო უკვე გულის ემოცია ახლავს ამას, ხო? თან სიყვარულის ემოცია ახლავს. ნამდვილი განზრახვის ჩაყოლება. აი მან დიწყება უკვე მართლა ამ ყველაფრის აღსრულება. ამიტომ ამდენ გავამახველე ყურადღება ამ ეგვიპტურ ტექსტზე,
გულის თანამონაწილეობაზე სამყაროს შესაქმეში. თუ კი ღმერთს ჭირდება რომ გული ჩაატანოს, გულის ემოცია წამოიღოს შესაქმის დროს, ცხადია ჩვენ თითოეული ჩვენი სურვილი, როცა სამყაროში როგორც განზრახვას გავუშვებთ, აუცილებელია მას ახდეს ჩვენი გული და ემოცია და არა მარტო აფირმაცია და ვიზუალიზაცია. ასე რომ აი ეს ტექნიკა ასე მუშაობს. და მესამე ელემენტი აუცილებლად სულიერი პრაქტიკა, მედიტაცია, როცა ჩვენ ვართ მედიტაციაში, ეს ყველაფერი გადადის უკვე სხვა სიხშირეს. ამ სიხშირეებზე ცოტა მოგვიანებით ისევ გეტყვით, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი კანონს შეესაბამება. კიდევ არის ერთი დეტალი, რომელიც ასევე უნდა ვიცოდეთ, ეს არის არაცნობიერი უბანი, ანუ უმაღლესი გონი მოიცავს ასევე ფსიქიკურ ნაწილსაც და აქ უკვე შემოდის არაცნობიერი და უმაღლესი ცნობიერება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი არაცნობიერი ამოიზიდოს ზემოთ უმაღლესი ცნობიერებისკენ, შეხვდეს უმაღლეს ცნობიერებას, შემდეგ უმაღლესი ცნობიერება ჩამოვიდეს დაბლა არაცნობიერისკენ და მას შეხვდეს და აი ეს პროცესი მერე გახდეს ცირკულაციული. ამას ვაკეთებ სუნთქვითი პრაქტიკებითაც, ცოტა რთული ტექნიკა არის და ფიზიკურ დონეზე, ბიოლოგიურ დონეზე ხდება არაცნობიერის და უმაღლესი ცნობიერების შეხვედრა. იუნგთან ამას ქვია ინდივიდუაცია, როდესაც ხდება არაცნობიერის და უმაღლესი ცნობიერების თანხვედრა და მერე მოდის ამას არქეტიპი მოყვება, ამას თვითობა, ანუ განღმრთობა სხვანაირად, ხო? ყველაზე განვითარების ეს ბოლო სტადიაა პრინციპში. ჩვენ ვართ ღმერთის მატერიალური განსხეულება, ხო? ეხლა ჩვენზე გადმოვიტანოთ, მე ყველაფერი იქ რომ მოწესრიგდება და ეს ყველაფერი რომ მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვახორციელოთ პირველ რიგში self-made, ანუ თვითშესაქმე, თვითშემეცნება, განვითარება, ევოლუცია, სულის ევოლუცია, სხეულის ევოლუცია და ასე შემდეგ. ანუ ესე არ არის, რომ ეხლა ჩვენ დავჯდეთ, წავიდეთ ეხლა სახლში და გავიგეთ, რომ გონება მუშაობს, გულიც უნდა ჩავატანოთ ემოცია და წავიდეთ ეხლა სახლში, დავჯექით და ეს ყველაფერი ტექნიკურად გავაკეთეთ. ესე არ მუშაობს. წინა პირობები, განვითარების, სულის ევოლუციის უძღვის ამ ყველაფერს წინ. ესე მარტივი რო იყოს, რა თქმა უნდა, ყველანი ფოკუსნიკები ვიქნებოდით, ხო, მაგრამ ასე არ გამოდის. ძალიან დიდი შრომა, დიდი ენერგიის ჩადება საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც ჩვენი ფიზიკური ევოლუცია მოხდეს და სულიერი ევოლუცია მოხდეს. თვითონ კაცობრიობამ ევოლუცია დაამთავრა. ახლა კუდი მოგძრა, ეშვები მოგძრა, ბანჯგვლები მოგძრა, ყველაფერი მოგძრა, რაც მოსაძრობი იყო. გამოვიყურებით უკვე ნამდვილ ადამიანებად, ევოლუციურად ჩვენი ანატომიურად ჩვენ უკვე სუფთა ვართ. ახლა მიდის უკვე ძალიან მაღალ პლანში ამ ყველაფრის ევოლუცია და ძირითადად მაინც სულის ევოლუციაზე მიდის ყველაფერი.